შავი ღრუბელი ჩამოწვა საქართველოს თავზე. დავითი ბრძოლაში დაეცა, ხოლო მისი ლაშქარი სასტიკად დამარცხდა ამირების კოალიციურ ლაშქართან ომში. ნეჯამ ად-დინ ილღაზიმ ტრიუმფით შეაბიჯა თბილისში და მის მცხოვრებლებს ხალიფის გამოგზავნილი დროშა უბოძა დაცვისა და მშვიდობის ნიშნად. აქედან ამირები მთელს ქვეყანას მოედნენ და ძარცვა გლეჯვას მიჰყვეს ხელი. სასწაულებრივად გადარჩენილი უფლისწული დემეტრე ქუთაისში გაიქცა და ახალი ძალების მობილიზება შეუდგა მუსლიმთა განსადევნად. თუმცა აღმოსავლეთში გადასვლა ვეღარ მოახერხა. მალე ქართველებმა ტაო-კლარჯეთი დაკარგეს, ხოლო ერზრუმის ამირა რამდენჯერმე დაემუქრა სამეფოს დედაქალაქს. მუსლიმთა ტრიუმფალურმა გამარჯვებამ კახეთ-ჰერეთი ისევ თბილისის ამირას გავლენას დაუქვემდებარა. ხოლო ჯვაროსანთა სამეფოებთან დადებული ზავი ფაქტობრივად გაბათილდა, რისი წყალობითაც მუსლიმმა ამირებმა უფრო ძლიერად შეუტიეს ქრისტიანთა სამეფოებს და დაიპყრეს მათი მიწების დიდი ნაწილი. დემეტრემ მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული და მუსლიმ ამირებს ხარკის გადახდა აღუთქვა. ასე დასრულდა დავითის მიერ გაძლიერებული სამეფოს ისტორია და დაიწყო ბნელი ეპოქა ქართველი ხალხის ისტორიაში.